მოგესალმებით სენაკის სათემო განათლების ცენტრიდან. ეთერშია სენაკის ხმა. პროექტი ფუნქციონირებს გერმანიის მთავრობისა და DVB International-ის საქართველოს მხარდაჭერით. პროექტი მისი ხმის ფარგლებში, რომლის პარტნიორია გერმანიის სათემო რადიო Z. რადიოს მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებასა და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია სენაკის სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ნონა ქადარია. მოგესალმებით ქალბატონო ნონა. გამარჯობა. მაინტერესებს როგორ შეხვდით ამ სიახლეს და რას გვეტყვით რადიოს პროექტთან დაკავშირებით. გამარჯობა, მოგესალმებით ინტერნეტ რადიო სენაკის ხმაში. ილია გილოცავ პირველ გადაცემას, ვულოცავ ჩემს ორგანიზაციას, ჩვენს ბენეფიციარებს, მინდა ნაყოფიერი, წარმატებული, საინტერესო შემოქმედებითი მომავალი ვუსურვო ჩვენს რადიოს. ინტერნეტ რადიო სენაკის ხმა, როგორც უკვე შენ აღნიშნე, შეიქმნა პროექტის მისი ხმა Your Voice ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს 12 სათემო ქალთა რადიოს შექმნა საქართველოს რეგიონებში. ამ სათემო რადიო ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას, მათ ჩართულობას თემის ცხოვრებაში, ეკონომიკურ საქმიანობაში, პოლიტიკაში, კულტურულ ცხოვრებაში. რადიოს არსებობა მნიშვნელოვანია ცოდნის, ინფორმაციის მიწოდებასა და საჭირო უნარების განვითარებისათვის. რადიო ხელშეუწყობს აამაღლოს ქალთა და თემის სხვა წევრების ცნობიერება, მათ როლზე საზოგადოებაში, მათ უფლებებზე, პრობლემებზე და გამოწვევებზე. რადიო არის ჩაფიქრებული როგორც ქალთა ტრიბუნა, სადაც ნებისმიერ თემის წევრს შეუძლია აზრის გამოთქმა, საკუთარი ისტორიის მოყოლა და სხვების გამოცდილების გაზიარება. ჩვენთვის როგორც სათემო ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანია მოვისმინოთ ჩვენი ბენეფიციარების ხმა და აქვე მინდა ვთქვა, რომ თემში ჩვენს ორგანიზაციას თბილ ქოხს ეძახიან და შესაბამისად ეს სითბო, ემპათია, ღიაობა და გამჭვირვალობა იქნება ამ რადიოს მთავარი იდეა. მეგობრებო, ჩვენო ერთგულო ბენეფიციარებო, მოგიწოდეთ მობრძანდით ჩვენთან, მოყევით თქვენი წარმატების ისტორიები, მოგვიყევით თქვენი პრობლემები, ერთად ვიზრუნოთ ჩვენი საზოგადოების სიჯანსაღეზე, კარგი და წარმატებული ისტორიებით დავანახოთ საზოგადოებას, არ არსებობს გამოუვალი სიტუაციები, ჩვენ საზოგადოება შეგვიძლია დავეხმაროთ ერთმანეთს, გავძლიეროთ და გავაძლიეროთ ერთურთი. ალბათ ჩვენი მსმენელებისთვის საინტერესო იქნება ცენტრის დაარსების ისტორია. ამაზეც რომ გითხრათ 1-2 სიტყვა. ხო, მოკლედ, სენაკის სათემო განათლების ცენტრი დაარსდა 2010 წელს ევროკავშირის პროექტის დევნილი და ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია არაფორმალური განათლების გზით ფარგლებში. 2011 წლის 20 ნოემბერს დარეგისტრირდა როგორც დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მისიაა არაფორმალური განათლება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების, მოსახლეობის ღირსეული დასაქმებისა და კეთილდღეობის მოწყვლადი ფენის სოციალური ინტეგრაციის ბერკეტია. მიზნები, რაც შეეხება მიზნებს, ეკონომიკური კრიზისის პირობებში დევნილი და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების, ქალების, უნარშეზღუდული ადამიანების, საზოგადოებრივი და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობაა. სამოქალაქო აქტივობებისა და ინიციატივების და თემის განვითარების პროცესების მხარდაჭერა, ქვეყანაში მეწარმოებისა და მცირე ბიზნესის განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა, განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერა. როგორც ვიცით, ცენტრი მდებარეობს კომპაქტურ დასახლებაში, სადაც ცხოვრობენ დევნილი ოჯახები. ამ სიახლის მიმართ როგორი მიმღებლობა ჰქონდათ, როდესაც გაიგეს, რომ ამ დასახლებაში იხსნებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია? ხო, რაც შეეხება ცენტრის დაფუძნებას, მინდა გითხრათ, რომ არ ყოფილა ადვილი. 2010 წელი ისედაც რთული წელი იყო, რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო ქვეყანაში, ძიმე 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი, როცა ქვეყანას ახალი დევნილები გაუჩნდა, ძიმე ფსიქოლოგიური ფონი, რაც იყო ძიმე დასახული განსაკუთრებით დევნილთა დასახლებაში,
და როცა ევროკავშირმა გამოაცხადა ვაკანსიები და კონკურსის შედეგად, რომელიც DVB ინტერნაციონალმა ჩაატარა, მოხვდი ამ პოზიციაზე, მახსოვს ყველა მეუბნებოდა სად მიდიხარ, ეს ხომ მე-13 რაიონია, ძალიან რთულია მანდ მუშაობა, ცხოვრება. ვიცოდი რომ ძალიან რთული იყო ახალ თემთან, ახალ გარემოსთან ადაპტირება და მით უმეტეს როცა მთელი ცენტრის ადმინისტრაცია ასე ვთქვათ შერჩეული იყო ძალიან ასე ვთქვათ წარმატებით, იმიტომ რომ ერთი თანამშრომელი იყო ქუთაისიდან, ქალბატონი ლალი ჟორჟოლიანი, მეორე დავით გაბელია, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი და ბათუმში მაცხოვრებელი, მე კიდევ ზუგდიდელი, ანუ 3 უცხო ადამიანი შევხვდით სენაკში, დევნილთა დასახლებაში. და რა თქმა უნდა თემა თავიდან მიგიღო უნდობლობით, ეჭვის თვალით, თუმცა ყვავდნენ სოციალური მუშაკები, რომლებიც თქვათ ამ თემიდან იყო და მათ და ასე ვთქვათ პროექტის კიდევ ერთმა მონაწილემ ბატონმა თამას ფილიამ, რომელიც ასევე ჩვენი გუნდის წევრი იყო, ხელი შეგვიწყვეს, რომ ასე ვთქვათ თემთან ადაპტირება მომხდარიყო, თუმცა მაინც ეჭვის თვალით გვიყურებდნენ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩემი გუნდის ასე ვთქვათ მონდომებით, ერთგულებით, ერთმანეთისთვის მხარში დგომით, რაც მთავარია ჩვენი დონორის DVB ინტერნაციონალის საქართველოს ფილიალის მხარდაჭერით და რა თქმა უნდა თემის ლიდერების ნდობით ჩვენ მოვიპოვეთ ნდობა, სიყვარული და მადლობა ამ ყველაფრისთვის, მადლობა ჩემი გუნდის ძველ წევრებს და ჩემს დათოს და ლალის და მადლობა დღეს თითოეული იმ ადამიანს, რომლებიც ჩემს გვერდით გახართ, მაძლიერებთ და ვაკეთებთ ერთად ჩვენ საკითხებს. ძალიან საინტერესოა და აქვე გკითხავთ, ვინ არიან ცენტრის ბენეფიციარები? ილია, მოდი მოკლედ გეტყვი იმას, რომ შენ კარგად იცი, ვინ არის ცენტრის ბენეფიციარები. ცენტრის ბენეფიციარები არიან როგორც ადგილობრივი ისე დევნილი მოსახლეობა, როგორც დევნილთა ჩასახლებაში მაცხოვრებელი, ასევე აქვე სოფლებიდან, გარშემოყოფი სოფლებიდან, ქალაქის ტერიტორიიდან, ყავდა ბენეფიციარები სხვა რაიონებიდან, ასე ქონდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ასე ვთქვათ ტრაქტორისტების გადამზადებას და ამ პროექტში ყავდა ბენეფიციარები კახეთიდან, გურიიდან, ზემო სვანეთიდან, ხობი, სამეგრელოს სხვა რაიონებიდან, ასე რომ აი ეს შემოფარგლული რაღაცა კონტური გეოგრაფიული ჩვენს ცენტრს დიახ, რა მასშტაბურია და ვფიქრობთ, რომ ზუსტად ეს არის ჩვენი ცენტრის განსაკუთრებულობა. შვენიერი. და კიდევ ერთი მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ცენტრის მთავარი, ასე ვთქვათ, კრედო არის სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე და ეს არის ის, რაც აერთიანებს DVB-ის ყველა ცენტრს, რომელიც ასე ვთქვათ, დასრულთა განათლების მიმართულებით მუშაობს. ამიტომ ჩვენი ცენტრის ბენეფიციარებისთვის არ არის შეზღუდული ასაკი, არ არის შეზღუდული სქესი, ასე ვთქვათ, რელიგიური თუ ეთნიკური წარმომავლობა. ძალიან მოხარული ვარ, რომ შენ დღეს ჩვენთან ხარ, მე იმედები, ხარ ახალგაზრდა, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს და მე ვთვლი, რომ შენი წარმატების ისტორიაც უნდა მოესმინონ ადამიანებმა. გლობთ. ჩვენს სერვისებზეც რომ მოუყვეთ ჩვენს მსმენელებს, მგონი კარგი იქნება. რა თქმა უნდა, ილია, ჩვენი ასე ვთქვათ, საგანმანათლებლო კურსი მოიცავს დასრულთა საგანმანათლებლო პაკეტს, რომელიც 5 მიმართულებით არის, ასე ვთქვათ, განსაზღვრული. ეს არის პროფესიული პიროვნული განვითარება, ფინანსური წიგნიერება, მეწარმეობის უნარები და კულტურული განვითარება. ანუ ყველა ეს მიმართულება აქტუალურია დღეს, მე მგონი და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ადამიანები შევაჩვიოთ აი ესე ვთქვათ, აი ამ პაკეტის სრულფასოვნად ათვისებას. შვენიერია და აქვე გადავალ შეკითხვით, ვინ არიან თქვენი დონორები? როგორც ვიცი, ცენტრი არის უცხოური და ვფიქრობ, რომ ხალხს აინტერესებს ალბათ, რადგან უცხოურია და უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დაარსდა საქართველოში მგონი 14 ცენტრი უკვე. ნუ დონორებზეც რო ვისაუბროთ 1-2 სიტყვა.
დიახ, მით უმეტეს, როცა ახლა ძალიან აქტიურია უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები და ასე ვთქვათ, ჩვენ არაფერი არ გვაქვს დასამალი, ჩვენი ძირითადი დონორი ეს არის DVV International საქართველო, რომელიც არის სახალხო უნივერსიტეტი და გერმანული ასოციაციის ფილიალი საქართველოში და რომელსაც აფინანსებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი დონორები მხარს უჭერენ გამჭვირვალობას, ღიაობას და ჩვენ ამ პრინციპებს მუდმივად ვიცავთ. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი დონორები სხვადასხვა დროს იყვნენ ACF-ი, ანუ მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ, UNDP, ანუ გაეროს განვითარების ფონდი, იყო იუსტიციის სამინისტრო, იყო ასე ვთქვათ, ისევ და ისევ ACF-ი, იყო პოლონური ორგანიზაცია, იყო ფონდი შპარკასე, რომელიც ასევე გერმანული ბანკის შპარკასეს დაფინანსებულ პროექტს ვაკეთებდით და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი ძირითადი დონორი მაინც არის DVV International საქართველო, რომლის ასე ვთქვათ, რომლის დირექტორია ხალბატონ ლაილის ანთელაძე და რომელსაც დიდ მადლობას ვუხდი ჩვენი ცენტრის დაფინანსებისთვის და იმედი გვაქვს, რომ ეს დაფინანსება მხარდაჭერა გაგრძელდება დიდი ხანი. ცენტრი 2010 წლიდან ფუნქციონირებს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი გამოწვევები და მიღწევები ექნებოდა ცენტრს. მოდი ამაზეც რომ გითხრათ ერთი-ორი სიტყვა. დიახ, რა თქმა უნდა, იყო წარმატებები, იყო ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი გამოწვევა. წარმატებად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ცენტრს და ამ 14 წლის მანძილზე დაახლოებით 25,000-მდე ბენეფიციარი ყავს უკვე გადამზადებული. წარმატებაა ის, რომ ჩვენ ცენტრში ასე ვთქვათ, კურსებ გავლილი ადამიანები ძალიან ბევრი დასაქმებულია, მიიღო დასაქმების ასე ვთქვათ უნარები. წარმატებაა ის, რომ მათ გაიუმჯობესეს ასე ვთქვათ სამეწარმეო უნარები და ცენტრმა დაახლოებით ალბათ 55-მდე ბენეფიციარს დაუფინანსა მიკრო და მცირე მეწარმეობის მიმართულებით და განახორციელა ასე ვთქვათ დაფინანსება. წარმატებაა ის, რომ ცენტრი 2019 წელს გახდა ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი ასე ვთქვათ საქართველოში და მიიღო ანუ გამარჯვებული ცენტრის წოდება. ჩვენმა ბენეფიციარებმა ორჯერ გაიმარჯვეს, საუკეთესო ბენეფიციარის სტატუსი მიიღეს. თვლი რომ წარმატებაა ის, რომ ჩვენ ვართ ასე ვთქვათ DVV International-ის ასე ვთქვათ ცენტრების ასე ვთქვათ ოჯახის წევრი და ჩვენი თითოეული ტრენერი, თითოეული ბენეფიციარი მუდმივად გადის პიროვნული განვითარების ასე ვთქვათ ტრენინგებს, უამრავ ადამიანმა მიიღო აქ განათლება და აკავშირებს ასე ვთქვათ კარგი მოგონებები ჩვენ ცენტრთან. აი ეს არის ჩვენი წარმატებები. რაც შეეხება გამოწვევებს, რა თქმა უნდა, არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა, მუდმივად გრანტებზე დამოკიდებულება, ესეც არის ერთ-ერთი მწვავე გამოწვევა, მაგრამ ჩვენ ისევ და ისევ ჩვენ დონორების მეშვეობით ვცდილობთ, რომ ასე ვთქვათ, გავაუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრების ხარისხი. შვენიერი. ასევე მაინტერესებს, რა სახის თანამშრომლობა გაკავშირებთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან? 2010 წელს, როდესაც ჩვენი ცენტრი დაარსდა, პირველ რიგში მუნიციპალიტეტმა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად განახორციელა ასე ვთქვათ ჩვენი ორგანიზაციისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა და მემორანდუმი საფუძველზე აღნაგობის უფლებით ევროკავშირის პროექტის ფარგლებში აშენდა შენობა, რომელიც შემდგომში გადაეცა მუნიციპალიტეტს და მუნიციპალიტეტიდან ჩვენ სხვადასხვა უფასო ასე ვთქვათ სხვადასხვა ფორმით გადმოგვეცა ეს შენობა და დღეს აი ამ შენობაში ფუნქციონირებს ჩვენ, ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი შენობა, რომელიც კი არის მუნიციპალიტეტის ბალანსზე, მაგრამ მუნიციპალიტეტის ასე ვთქვათ კეთილინებით ჩვენ განვკარგავთ ამ შენობას. ძალიან მნიშვნელოვანი არის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის აი ბოლო მაგალითი, როდესაც სენაკი გახდა ესე ვთქვათ, იუნესკოს განათლების ქსელის
ასე ვთქვათ, წევრი ქალაქი. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო ეს და ეს არის ერთადერთი ქალაქი საქართველოში, რომელმაც შარშანდელ კონკურსში გაიმარჯვა. ეს პროექტი ჩვენ მუნიციპალიტეტთან ერთად დავწერეთ და წარვადგინეთ იუნესკოში. ვიყავით სამუშაო ვიზიტით გერმანიაში კოლეგებთან ერთად, სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად და ჩვენმა მუნიციპალიტეტმა გაიმარჯვა ამ ასე ვთქვათ კონკურსში. მინდა თქვა და კიდევ ერთხელ მოვიხსენიო ქალბატონი მარინა კვარჭაიას ასე ვთქვათ წვლილი მისი სახელია ამ პროექტის განხორციელებაში და ის ასე ვთქვათ დიდი მისი ასე ვთქვათ ცოდნა, გამოცდილება, თანამშრომლობა რაც ამ პროექტში იყო ჩადებული, ასევე მინდა მუნიციპალიტეტის მერიას, ანუ თითოეულ მის თანამშრომელს გადავხადო მადლობა იმისთვის, რომ წელს ცოდნის ფესტივალი ზუსტად იუნესკოს ეგიდით და DV International-ის ასე ვთქვათ დაფინანსებით ჩატარდა სენაკში და ვფიქრობ, რომ კარგი ღონისძიება იყო, სადაც მართლაც როგორც საკრებულო, ასევე მერია ესე ვთქვათ, დაგვეხმარა და ყველანაირად გვერდში გვედგა. ვფიქრობ, ეს ჩვენი ურთიერთობები და ასე ვთქვათ, თანამშრომლობა გაგრძელდება მომავალშიც. მე ამის იმედი მაქვს და დამოკიდებულებები, ასე ვთქვათ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან მაძლევს ამის საშუალებას და მადლობას მოახსენებ ადგილობრივ თვითმმართველობას ამ ყველაფრისთვის. ერთ-ერთი წარმატებული თანამშრომლობა იყო ნამდვილად იუნესკოს პროექტის ფარგლებში ადგილობრივ თვითმმართველობას. ფაქტიურად ასე თუ ისე მიმოვიხილეთ ცენტრის შესახებ ინფორმაცია და გადავალ ბოლო შეკითხვაზე. რა არის ცენტრის წარმატების ფორმულა? ილია, მინდა გითხრა, რომ ცენტრის წარმატების ფორმულა არის თუნდაც ის, როგორ მოიხსენიებენ ადამიანები ცენტრს. ეს არის თბილი სახლი, თბილი ქოხი და ვთვლი, რომ ზუსტად აი ეს დამოკიდებულება არის ცენტრის წარმატება. და წარმატება არის ის, რომ თითოეული ჩვენი თანამშრომელი, შენ, ჩვენი ასე ვთქვათ კარგი და დიდი ოჯახის თითოეული წევრი, ჩვენი ტრენერები, თანამშრომლები, ბენეფიციარები ასე ვთქვათ ერთი მოტივაციით, ერთი ასე ვთქვათ მიზნით ვმუშაობთ და გვაქვს საერთო კარგი მიზანი გავაჯანსაღოთ, ასე ვთქვათ, სამოქალაქო საზოგადოება, თუმცა გასაჯანსაღებელი არაფერი არ ჭირს, მაგრამ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, ვითანამშრომლოთ, ვიყოთ ერთმანეთის მიმართ ემპათიურები და გავუცვალოთ ერთმანეთს ცოდნა და ასევე წარმატებული ისტორიები და მინდა აქვე ამ რადიოს უსურვო შემოქმედებითი შემდგომი წარმატებები, გაგრძელება ამ პროექტის, რომელიც ალბათ ჩაფიქრებულია და მინდა შენც წარმატებული სტარტი გისურვო ამ ეთერში და მოხარული ვიქნები, რომ ადამიანები, თქვათ, სენაკის რადიო, სენაკის ხმაში მოყვებიან საკუთარ წარმატებებზე, ისტორიებზე და გავაძლიერებთ ერთმანეთს ამ ყველაფრით. ნამდვილად საინტერესო თემები მიმოვიხილეთ. მადლობას გიხდით სტუმრობისთვის და გისურვებთ წარმატებას, როგორც თქვენ, ასევე ჩვენს ცენტრს. წარმატებები ილია.